ეკონომიკის კომიტეტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით განისაზღვრება ის წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ემიგრანტებს საქართველოში მუშაობის უფლება ექნებათ. მათ შორის არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი. ასევე პირს მუშაობის ნებართვა მიეცემა საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ. კიდევ ერთი გამონაკლისი იქნება ემიგრანტი, რომელიც შრომით საქმიანობას სრულად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს. პროფესიებს, რომელზეც ამ გამონაკლისების დაშვება მოხდება, მთავრობა დეტალურად განსაზღვრავს. იქამდე კი პარლამენტი დღეს კანონპროექტში ცვლილებებს დაჩქარებული წესით საგაზაფხულო სესიაზეც უყრეს კენჭს. Ჩვენი მიზანი არის ერთი მხრივ, რომ ბიზნესს შევუწყოთ ხელი, რომ ბიზნესმა შეძლოს საქართველოს დოვლათის შექმნა და ეკონომიკის დაში მნიშვნელოვანი წილი შეტანა. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ჩვენ გვინდა გქონდეს, რომ შრომითი ბაზარი იყოს დაბალანსებული და არ გქონდეს ის აცდენა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. და ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხები წყდებოდეს სწრაფად, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ცვლილებები მართულია სწორედ იმისკენ, რომ იმ ნაწილში, სადაც გამოხატულია შრომითი რესურსის დეფიციტი, რომ პროცესები დაჩქარდეს და გამონაკლისები დაუშვათ ამ მიმართულებით, რომ ბიზნესის ფუნქციონირება იყოს უწყვეტი და მეორე მხრივ იმ ნაწილში, სადაც მიწოდება გადაჭარბებულია, ჩვენ დავიცვათ ადგილობრივი შრომითი რესურსი.